სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის და როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი. მეგობრებო, პარაკლისი ეს ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ესე იგი თხოვნა, ხო, ანუ გულმოდგინე, ესე იგი ვედრება, ნუგეში არის სავედრებელი ლოცვა ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისადმი ან სხვა წმინდანებისადმი. აღესრულება საზოგადო ან კერძო საჭიროებისამებრ, ხო, არსებობს ნახეთ სამადლობელი პარაკლისი, როდესაც ღმერთს მადლობას სწირავენ ხო განსაკუთრებული შეწევნისთვის, დახმარებისთვის, ხო. ზოგჯერ პარაკლისს იხდიან იმისთვის, რომ თავიდან, ესე იგი, აცილებულ იქნეს ღვთის რისხვა. სავედრებელ პარაკლისებს იხდიან ავადმყოფობების, ესე იგი, ასე, წვიმობის, მიწისძვრის, ომის, ეპიდემიის, ხანძრის დროს და სხვა. პარაკლისი თავისი აგებულებით, ანუ ღვთისმსახურო მიმდევრობით არის შემოკლებული და ცოტათი, ესე იგი, შეცვლილი სისქარე, ხო, სისხლის ლოცვა. ანუ ნახეთ, პარაკლისზე იკითხება 152 ფსალმუნი, ხო, უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ხო. შემდეგ ღმერთი უფალი და ტროპარები, რასაც მოსდევს 50-ე ფსალმუნი და კანონი. კანონში ჩართულია სახარება. ღვთისმშობლის პარაკლისის მიხედვით შეიქმნა სხვადასხვა პარაკლისები, ხო, ჯვრისა, თქვათ, მოციქულთა, მოწამეთა, ასევე მიწისძვრისა და სხვა. ეხლა რა არის პანაშვიდი? პანაშვიდი ასევე ბერძნულად, ასე იგი, მწუხრის ლოცვა, ხო, მთელი ღამე, გალობ, ესე იგი, ბერძნულად, ხო. ანუ პანაშვიდი ეწოდება მიცვალებულთათვის სავედრებელ ლოცვას. ქრისტიანთა დევნის პერიოდში, მეგობრებო, მიცვალებულებს ღამით ან გამთენიისას კრძალავდნენ, ამიტომ მიცვალებულისთვის ლოცვა ღამით აღესრულებოდა. საეკლესიო ტიპიკონით საზოგადო პანაშვიდები სრულდება ხორცილის შაბათს, ხო, დიდი მარხვის მეორე, მესამე, მეოთხე შაბათს და სულთმოფენობის წინა შაბათს. მიცვალებულისთვის პანაშვიდი უნდა აღესრულოს გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე, მე-40 დღეებში. ანუ პირველ დღედ ითვლება გარდაცვალების დღე, ასევე სასურველია პანაშვიდის გადახდა მიცვალებულის დაბადების და გარდაცვალების წლის თავზე, ანგელოზის დღეს, ანუ ფარველი წმინდანის ხსენების დღეს, ხო. პანაშვიდი შედგება 90 ფსალმუნისაგან, ძლისპირებისაგან, თავიანთ ტროპარებით და საგალობელი მართლმადიდებელ ეკლესიაში. საეკლესიო პანაშვიდის პარალელურად გავრცელებულია სამოქალაქო, ესე ვთქვათ, პანაშვიდი, სამბლოვიარო პროცესები და ესე იგი საპატიო ყარაული და ასე შემდეგ. კუბოსთან, ხო. ანუ ხშირად ადამიანებს პარაკლისი და პანაშვიდი, ესე ვთქვათ, უნებლიეთ ერთმანეთში ეშლებათ, მეგობრებო. პარაკლისის და პანაშვიდის მნიშვნელობაზე თუ ესე იგი ეს უნდა ვიცოდეთ, ხო. ნახეთ, სიტყვა პარაკლისი ბერძნული წარმოშობისა და გაძლიერებულ ლოცვას ნიშნავს. ესე იგი,
პარაკლიტე ხო ნიშნავს ნუგეშინის მცემელს, ანუ ადამიანი უფალს თუ იმ საკითხზე ესე იგი ხანგრძლივად ევედრება, ხო? არსებობს ასევე დაუჯდომელიც, ვიცით ხო, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში შეიქმნა და ხანგრძლივ ლოცვას ნიშნავდა. ანუ ადამიანი არ ჯდებოდა და ისე ლოცულობდა, მაგრამ პარაკლისი წირვის შემდეგ შედარებით უფრო ასე ვთქვათ აღმატებული ლოცვის ფორმაა. არსებობს ჯანმრთელობის, მგზავრობის, სწავლის, დაწყების წინ სათქმელი პარაკლისები და ასე შემდეგ. არის პარაკლისების წიგნი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, როცა ამა თუ იმ საკითხში, ვთქვათ, შემწეობა დასჭირდება, პარაკლისს წაიკითხავს. ეხლა, როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი? ადამიანები, მეგობრებო, წირვის შემდეგ მოძღვარს პარაკლისის გადახდას თხოვენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არასწორი ფორმაა, იმიტომ რომ წირვა ლოცვა პარაკლისზე აღმატებულია, ხო? წირვა ლოცვა პარაკლისზე აღმატებულია. როცა ადამიანი წირვა ლოცვას დაესწრო, მან უფრო დიდი ლოცვა ვედრება აღასრულა და არ იქნება ლამაზი წირვის შემდეგ კიდევ გადავიხადოთ პარაკლისი. წირვაზე მოიხსენიებენ როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულებსაც. თუ შენ წირვაზე იდექი და ესე იგი კვეთაზე მოძღვარმა მოგიხსენია, ბუნებრივია დამატებით პარაკლისის გადახდა, ვთქვათ, უხერხულია. როცა წირვა არ ტარდება, პარაკლისი შეიძლება მაშინ ჩატარდეს, ანუ წირვის მაგივრად. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ პარაკლისებში არის მღვდლისა და დიაკვნის პარაკლისი და ქრისტიანმა მისი კითხვისას ის უნდა გამოტოვოს. სახარების წაკითხვა შეიძლება, მაგრამ ვთქვათ, კვერექსების წაკითხვა არა. პარაკლისში, სადაც მღვდელი და დიაკვანი წერია მრევლმა, ის ადგილები არ უნდა ამოიკითხონ. ეხლა ბოლოს ნახეთ ძალიან მოკლედ რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის. პანაშვიდი სიტყვით ნიშნავს მთელი ღამე ლოცულობ. ანუ თანამედროვე ვთქვათ რეალობაში პანაშვიდს მიცვალებულთათვის იხდიან, თუმცა ადრე ცოცხალთათვისაც არსებობდა პანაშვიდი. მაგალითად, ადრე იყო ხანგრძლივი პანაშვიდი იმ ადამიანთათვის, რომლებიც ეკლესიაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდებოდნენ, ხო? ვთქვათ, სანამ მოძღვარი მათ აზიარებდა. ხანგრძლივ პანაშვიდს კითხავდა, რომ ადამიანი ეკლესიაში განწმენდილი, ის თქვა დაბრუნებული იყო და მას ზიარების უფლება დაბრუნებოდა. დღევანდელ პრაქტიკაში პარაკლისი და დაუჯდომელი არის ჯანმრთელობის და წარმატებისთვის, ცოცხალთათვის, ხოლო პანაშვიდი მხოლოდ მიცვალებულთათვისაა. საუფლო დღესასწაულის დროს პანაშვიდს არ ვიხდით, თუმცა თუ ვინმეს მაინც და მაინც იმ დღეს უნდა, არც ეს არის, თქვათ, პრობლემა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. მადლობა.